მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, პატივცემულ სტუმრებს მივესალმებით. მთელ საქართველოს ულოცავ დიდ ეროვნულ დღესასწაულს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ულოცავ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. მინდა განსაკუთრებით მიულოცო ეს დღე საერთაშორისო მისიების მონაწილე ჩვენს გმირ ჯარისკაცებს. დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებს, რომ დღეს ჩვენთან ერთად არიან და ქართველი ხალხის ზეიმს იზიარებენ. ბატონებო, 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი დღეა ჩვენი სამშობლოსთვის. ეს დღე ძალიან ამაღელებელი და ძვირფასია ჩვენთვის. წელს განსაკუთრებული 26 მაისია, 25 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღადგინა და თავისუფალი, სუვერენული დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა შეუდგა. 25 წლის წინ 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმოწერა და დამოუკიდებლობის გამოცხადება უდიდესი მოვლენა იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. საქართველო მიაღწია თავის ისტორიულ მიზანს და განვითარების სრულიად ახალ გზას დაადგა. ეს არის დემოკრატიული განვითარების გზა. გზა ჩვენი ისტორიული წიაღისაკენ, გზა ევროპისაკენ. სახელმწიფოს ისტორიისთვის 25 წელი ცოტაც არის და ამავდროულად ბევრიც. ცოტა იმისათვის, რომ ფეხზე დადგეს ქვეყანა, რომელსაც ამდენი ხანი რეალურად წართმეული ჰქონდა სახელმწიფოებრიობა. და ბევრია იმიტომ, რომ ამდენი რამ დაიტია. ჩვენი თანამემამულეების დაღვრილი სისხლი, დაკარგული ტერიტორიები. ეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის საფასური გახდა. მინდა პატივი მივაგო სამშობლოსათვის დაღუპული გმირების ხსოვნას. ბატონებო, დღეს ჩვენი ქვეყანა დიდი ნაბიჯებით მიდის წინ დემოკრატიული განვითარებისკენ, პროგრესისკენ. აშენებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, წარმატებით გადის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. თავისი წვლილი შეაქვს მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში და საიმედო და ერთგული პარტნიორია მეგობარი ქვეყნებისთვის. მიუხედავად სიმცირისა, საქართველოს ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ თავისი კულტურითა და ტრადიციებით შევიდეს ევროპულ ოჯახში და იყოს მისი სრულუფლებიანი წევრი. მე მჯერა საქართველოს მომავლის. მჯერა, რომ საქართველო გამთლიანდება და ჩვენ აფხაზ და ოზ ძმებთან ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. კიდევ ერთხელ ულოცავ მთელ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას წინსვლას, განვითარებას და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას.